მიჩურდა? აი. მე პირველად ვარ Prime Time-ის ეთერში. კეთილი იყოს ჩემი ფეხი და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოწვევისათვის. ჩემს გამოსვლას სამადლობელი სიტყვებით ვიწყებ. იმდენად რამდენადაც ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ მედიამ მე მედიის როლს განსაკუთრებულად უსვამ ხაზს. კვლავ დაიწყო და ეს არის აუცილებელი იმ სამართლიანობის პრინციპების აღდგენის მიზნის აუცილებლობის თაობაზე, რაც გადაიტანა კონკრეტულად ზოგადად ჩვენმა თანამოქალაქეებმა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ეს შეეხება დაწყებული 7 ნოემბრიდან გაგრძელებული აპრილის აქციების დროს ადამიანების მოტაცებას მომიტინგეების გაგრძელებული შემდეგ 6 მაისით, გაგრძელებული 15 ივნისით და ასე ვთქვათ, ამას ბჭყალების გარეშე ვერ ვიტყვი. გვირგვინი იყო 26 მაისი და ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებთ წინსვლაზე ქვეყნის თუკი არ აღდგა სამართლიანობა და კიდევ ვიმეორებ, მედიას ამაში განუზომლად დიდი როლი გააჩნია. და კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო, მიმაჩნდა და მიმაჩნია დავესესხები ამერიკული სამოქალაქო მოძრაობის გარიჟრაზე ნათქვამ წინადადებას, რომელიც ერთგვარ სლოგანად იქცა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. იმიტომ რომ მშვიდობის გარანტია ყოველთვის ქვეყანაში არის სამართლის უზენაესობა. რომელ სამართალზე ვსაუბრობთ? საუბრობთ იმაზე, რომ ეს ზოგადი საუბარი მე შემიძლია ახლა კონკრეტულად ჩემთვის რა იყო 26 მაისი იმაზე ვისაუბრო და როდესაც ჩემს მაგივრად ადამიანი ასე ვთქვათ პათეტიკურად აცხადებს, რომ ის მიუტევებს 26 მაისს, მე ვიღაცამ უნდა მკითხოს, მე ვარ თანახმა თუ არა ვარ თანახმა, რომ ვინმეს რამე მიუტევო. თუმცა ჩემი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე მე მზად ვარ ვაპატიო ის სისხლი ჩემი ოჯახის წევრების, რაც 26 მაისს დაიღვარა, 6 მაისს დაიღვარა, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი შვილების წამება, რომ ხედავდე, რომ ვიღაცას ამ 26 მაისს შემოქმედთაგან, მეხედველობაში მაქვს სააკაშვილის რეჟიმი, ვიღაცას გულწრფელად რო აწუხებდეს ეს. მაგრამ მე ხედავ ყოველდღიურ უტიფრობას და ახლა თქვენ იცით, რომ სოციალური ქსელები საქართველოში მედიის ზეწოლის გამო როგორ განვითარებული იყო, სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება დაქადნების პოსტებიც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასეა, როდესაც ადამიანებს ალბათ პირობითად უწოდებ იმ სუბიექტებს, ვინც წერენ, რომ 26 მაისს ჩვენ უნდა ყველა დავეხოცეთ და ახია ჩვენზე რაც მოგვიგდა. რა არის ჩემთვის 26 მაისი? 26 მაისი არის ჩემთვის აი ეს ლექსი, რომელიც ჩემმა შვილიშვილებმა დაწერეს, გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. ჩემმა უმცროსმა შვილიშვილმა 6 წლის ალექსანდრემ დაწერა, რომელიც თავის უფროს მასთან ერთად, ჩემს უფროს შვილთან და ძალთან ერთად 26 მაისის პატიმრობის შემდეგ პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებიან. მე იქნებ ვინმე გამცეს პასუხი, რატო უნდა წერდეს პატარა ბავშვი საქართველოზე ესეთ ლექსს? რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ბავშვს სკამზე შემოაყენებს და ეხლა რითმას პატივისცეს ალბათ და ეს არისო საქართველო გამარჯვების ველი იყო, ეს არისო ფარნავაზი საქართველოს ნატრა იყო. ეს არის 6 წლის დაწერა. იქნება ამიხსნას ვინმემ, რომ ამ ბავშვებმა რატო წაიღეს საქართველოს მიწა, როდესაც შარშანწინ ემიგრაციაში წავიდნენ. იქნებ ვინმე ამიხსნას ეს ბავშვები ჩუმად როგორ იცვავენ, ისინი ფეხბურთელები არიან, იცმევენ საქართველოს ნაკრების ფორმას, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელების გვარებით და სარკის წინ კოპწიაობენ. იქნებ ვინმე ამიხსნას, როდესაც მე სახლში მოვდივარ და ხვდება ჩემი შვილიშვილის სათამაშო და წიგნიდან ხვდებიან ჩემი შვილიშვილები. იქნებ ვინმე ამიხსნას, რატო იყვნენ დაპატიმრებულები ლევანი და გიორგი, თქვენი მონამორჩილი. იქნებ ვინმე ამიხსნას სააკაშვილის რეჟიმიდან, რომ რა იყო ის ბრალი, რის გამოც აქ საუბარი არ არის უბრალოდ ადმინისტრაციული წესის დაპატიმრებაზე, არამედ წამებაზე,
ჩემი შვილები აწამეს ჩემს გამო ისინი იმიტომ რომ ისინი შალვა ოგნაიძის შვილები არიან. არც ერთ თქვენთანგანს არ გისურვებთ ამას, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, ჩემმა მეუღლემ. თლიანად ჩემმა ოჯახმა. აი ეს არის ეხლა თლიანობაში რაც დრო გავა 26 მაისი რაღაც ერთ მოვლენად ასე თქვათ შეფასდება და აუცილებლად შეფასდება ისე როგორც ისტორია მიცის კაცრი და უნობელი შეფასება. მაგრამ თითოეული 26 მონაწილისათვის და მათ შორის ერთი თქვენს წინ ჯდომი რიგითი ადამიანისათვის ეს იყო ოჯახური ტრაგედია და ეს 9 წელი გახლდათ ჩემი ოჯახის გამრუდებული ცხოვრების პერიოდი. იქნებ ვინმე მომიხსნას, რატომ გაყიდეს აუქციონზე ჩემი პროფილაქტიკა. ვინ და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩემი საქმიანობა რას უკავშირდება. მე არა ვარ ის ადამიანი თანამდებობაზე რომ მოდის და მე უცბად ბიზნესმენი აღმოჩნდება. 87 წლიდან, როდესაც მე კვლევით ინსტიტუტში მუშაობდი და ასპირანტურაში ვსწავლობდი, კანონში ძალაში შესვლის დღიდან კოოპერაციული მოძრაობის შესახებ პირველი კოოპერატივი მქონდა თბილისში. ამის შემდეგ მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მქონდა პროფილაქტიკა, რითაც მე ოჯახს ვინახავდი, ეს უბრალოდ აუქციონზე გაიყიდა. მას მიყვა ბინა და ჩემი რძლის ბინა, როგორც 37 წელს. ვითომ გაიყიდა ფორმალურად და სინამდვილეში პოლიციელს აჩუქეს და დღეს იქ პოლიციელი ცხოვრობს. იქნებ გამცენ შეკითხვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი რომ მესმის, რომ პოლიტიკურად მიუღებელი ვარ ამ ხელისუფლებისათვის, მაგრამ ეს არის საფასური, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრისათვის და კიდევ გავიმეორებ გუშინ ტელევიზიაში თქვი, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ გამიჯნული ვიყავი თავიდანვე ამ 9 წლის განმავლობაში ამ რეჟიმთან და მადლობასირა უფალს, რომ ძიმე დარტყმა მინას ამსხვრევს, მაგრამ სულს ჭედავს და ჩვენ მზად ვართ, ჩემი ოჯახი მზად არის, გააგრძელოს სამართლიანობისათვის ბრძოლა თითეული თქვენთაგანის შვილების უკეთესი მომავლისათვის. მე მზად ვარ უპასუხო თქვენს შეკითხვებს. ბატონ შალვა, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა ეტაპზეა 26 მაისთან დაკავშირებული საქმის გამოძიება და თქვენ ახლა თქვით უკანონოდ და უსამართლოდ ჩამორთმეული ბინა, პროფილაქტიკა. თუ აპირებთ რომ სანამ სიტყვას შეკითხვას დაასრულოთ, იყო ესეთი მომენტი, როდესაც ახლა იცით რომ ავტოსპორტი და შალვა ოგნაიძე რაღაც ერთგვარი ბრენდადაც იქცა, ხო? იცით ეხლა იულია ამაზე საუბარი, მაგრამ 2008 წლის დასაწყისში მე დამიბარა ნამგალაურმა და დამახვედრა სააკაშვილის დედის ძმისშვილი თემურ ალასანიას შვილი. მე უნდა გადამდგარიყავი ფედერაციის პრეზიდენტობიდან და ის უნდა ყოფილიყო ფედერაციის პრეზიდენტი. აი ესე მარტივად ხდებოდა, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ სახელოვნებო წრეებში და შემოქმედებით კავშირებში და სპორტულ ფედერაციებში, სხვადასხვა ფედერაციებში დაიწყო ჭყალებში ნაციონალური წესრიგის დამყარება, ანუ თავიანთი ადამიანების დანიშვნა. ხოლო ეს დამთავრდა იმით, როდესაც მე უარი უთხარი, პირდაპირ ღია ტექსტით მე მითხრეს, რომ მე მექნებოდა სერიოზული პრობლემები. ჩვენს ფედერაციას შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემა გამოიხატა რამდენიმე დღეში 2,5 მილიონი დარღვევის აღმოჩენით. რა თქმა უნდა, ამას ბჭყალების გარეშე ვერ ვუტყვი. ჩემი გადადგომის შემდეგ ეს დარღვევა მოიხსნა. ანუ აღარ არის ოგბაიძე, აღარ არის პრობლემა. თუმცა ამ ფედერაციას მაშინდელი სპორტის მინისტრი ნამგალაური და ვაგზელაშვილი არენდნენ და ჩამოაყალიბეს ახალი საავტომობილო სპორტის ფედერაცია. ეხლა გეტყვით გვარებს. მე არ ვიცი თქვენ ამას ღიმილის გარეშე მოისმენ თუ არა. ამ ახალი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს მოქმედი გახლავთ CSKA-ს მოქმედი თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კირთაძე. ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ კარგია რომ გამომძეს ხეთქად ლევან თარხნიშვილი. მეორე ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ ლევან კახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამთავრობო საბჭოს. და კიდევ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა აქტივისტებისგან არის. თქვენ შეგიძლია სამეწარმოო რეესტრი გადაშალოთ, ჩაწეროთ საქართველოს ავტოსპორტის ეროვნული ფედერაცია და ამ გვარებს ამოიღებთ. აი ასე მარტივად ხდებოდა იმ პერიოდში არასასურველი ადამიანების მოცილება.
გამოძიებასთან დაკავშირებით რო გითხრათ და კიდევ მაინტერესებს აი უკანონო ჩამორთმეული ქონებაზე თუ აპირებთ ბრძოლას შეტანილია 5 ნოემბრის მერე და ნუ რა თქმა უნდა საკმარისი დრო გავიდა, მაგრამ უწრფელად მე ხლა ჩვენ ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ერთად უყურებთ, ერთად ტრიალებთ ამ მოვლენებს შუაგულში და ვხედავთ რომ გულითაც რომ მოვინდომოთ, ხომ ეს დასკვნა ვინ უნდა გამოიტანოს იმ მოსამართლემ, რომელმაც 47 პოლიტპატიმარი გააჩინა უცბად საქართველოს სინამდვილეში, აი იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ჩვენ დააკანონეს ჩვენი ქონების გაყიდვა და გასხვისება. ამიტომ ეს საკმაოდ რთულია და უცბად ხმამაღლა ვამბობ მე მართლა გაგებით ვეკიდები ამ სირთულეს და ველოდები იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო წესით დარეგულირდება, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და ვერავინ ჩემი ოჯახის შევიწროებას, ფიზიკურ, ასე ვთქვათ, წამებას, ქონებრივ რეპრესიას, ჩემს მაგივრად ვერავინ ვერ აპატიებს იმას, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ მე ველოდები საკანონმდებლო მოწესრიგებას, თუ როგორ შეიძლება ამ საქმეების თავიდან გადასინჯვა. იმიტომ რომ ქაღალდზე ხომ მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. აი, წარმოიდგინეთ, ფორმალურად ჩემი პროფილაქტიკის, ამას ღიმილის გარეშე ვერ ვიტყვით, აი ეს არის სატირალი რო არ იყოს. შემოწმების შედეგად ჩემს პროფილაქტიკაში აღმოაჩინეს აღურიცხავი 3 ტონა ანტიფრიზი. ნუ მე ვუთხარი რომ ჩვენ ვიცით წამლის ჩადება, ვიცით იარაღის ჩადება. კაცო, ანტიფრიზის ჩადება აღარ გაგვიგია ეგაც. ნუ ამას შემდეგ დაემატა ეს პროცენტები და ადის ისე თანხაზე, რომელსაც საწარმო ვეღარ იხდის და შემდეგ გადის აუქციონზე. ეხლა ქაღალდზე ეს რო ნახოთ, ხო? რეალურად ეს ყველაფერი კარგად წერია. მერე გაიარა დავების საბჭო, სასამართლო, სააპელაციო, უზენაესი, ანუ არავითარი ფორმალური მიზეზი დღეს მოქმედი კანონმდებლობით რომ თავიდან რამე ახალი გარემოება ვიპოვოთ და ასე ვთქვათ, არ გარდა იმისა, რომ მე მაქვს ეს თქვენს კიდევ საგადასახადო სიმუშაკება, რომ ისინი დავალებას ასრულებენ. რომ ისინი თუ არ დადებდნენ რამე დარღვევას, რამე თუ არ მოიგონებდნენ აი ესეთ აბსურდულ ბრალდებას, ხო, მათ სამსახურებს დაატოვებინებდნენ. ამის გარდა სხვა არ არსებობს. და ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ალბათ იქნება პარლამენტიდანაც რაღაც საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც მეშვეობითაც ჩვენ შევძლებ არა მარტო მე, არამედ უამრავი ადამიანი რაღაც გარკვეულწილად ამ თავის პრობლემას მოაგვარებს. ნებისმიერი უკანონობას ყავს დამგეგმავი და შემსრულებელი. აი აქ წეღარო თქვი რომ საკანონმდებლო მოწესრიგება ეს პასუხისგებლობა, ეხლა იმის თქმა რომ მათ არ იცოდნენ რატომ აღმოაჩინეს ჩემთან დარღვევა, ეს არის აბსურდი. თუმცა მე ძალიან შორს ვარ რომ ის ადამიანები რაღაც 20 წლით, 15 წლით ეს ჩემი თვითმიზანი არ არის. ესე იგი 26 მაისი გაქვს? 26 მაისი კიდევ ვიმეორებ, ეს იყო დამგეგმავი და შემსრულებელი. ნუ კარგი, შემსრულებელს მე როგორც ნახე, ესე იგი, როდესაც უკან ხელებს შეკრული მომიტინგე მიყავდათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ერთი და იქ და რაღაც შორს მიდივარ, ის კადრები თქვენც ნახეთ, როდესაც ხელშეკრული მიყავს და შემხვედრი აბსოლუტურად სხვა ქვედანაყოფის მქონე ნიღბიანი სპეცრაზმელი თუ სტრუქტურის წარმომადგენელი თავს მოვალე თვლის რომ აუცილებლად ამ ხელშეკრულს აუცილებლად უნდა წააგოს. ეს არის ერთი ნიშანი, რომ ეს იყო დავალება, რომ აი ესეთი დათრგუნის, სულიერი დათრგუნის, აი პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე იქიდან არც ერთი ადამიანი არ უნდა გამოსულიყო. ეს ხას უსვავს, რომ ისინი ამას მე არ ვიტყვი რომ მათი ოცნების წვერვალი იყო, მაგრამ მათ ეს დავალება შეასრულეს. ამიტომ ეს უნდა იყოს გადანაწილებული პასუხისგებლობა, როგორც დამგეგმავზე, მაგრამ დამგეგმავზე მივათ, რა თქმა უნდა სააკაშვილზე. და მე აი ამ კამერების თვალწინ ესე იგი შემიძლია თქვა ხმამაღლად. მე არ შევეშვები ამ საქმეს, სანამ სააკაშვილს არ მივიყვან საბრალდებო სკამამდე, იმიტომ რომ მისი ავადმყოფი ასე ვთქვათ, სურვილების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ნუ მესმის რომ მიტინგი კარგი, ნუ დავარღვიეთ. ჯერ ესეთი რა დავარღვიე, გარდა იმისა, რომ არ მომწონს სააკაშვილი, მაგრამ ნუ თქვათ, ამომგდები ვარ ქვეყნის, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსვოდნენ და ყოველდღე საპატიმროში აწამონ.
ამის დამგეგმავი არის სააკაშვილის რეჟიმი ზოგადად და კონკრეტულად ჩემთვის სამიზნე გახლავთ სააკაშვილი. შეკითხა რომელიც ახლა მე მესმის აბსოლუტურად თქვენი ემოციაც და ის რაც იქ მოხდა არის რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ვერ შეაფასებ ძალიან შემზარავია იყო იმ კადრების ყურება და ის რაც იქ მოხდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. მაგრამ თქვენ და პარტიას როგორ ფიქრობთ გეკისრებათ თუ არა გიფიქრეთ თუ არა იმ საკუთარ პასუხისგებლობაზე იქიდან გამომდინარე რომ რომელ პასუხისგებლობაზე? ჩემი პასუხისგებლობა თუ უნდა დადგეს იმაზე, რომ მე არ მომწონს სააკაშვილი და გამოვხატავ ამას, ხო? რომელ ეს არის თქვენ რასაც ამბობთ, თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ნებსი თუ უნებლიეთ, ხო ეს კლიშე ნაციონალების მიერ, ხო, მკვიდრდება, რომ პასუხისგებლობა გაინაწილოს იმაზე, ვინც ეხლა მე სხვა რაღაცას გეუბნები, მე გამომდინარე იქიდან, რომ იყო საუბარი იყო დაანონსებული ოფიციალურად იქ ღონისძიების გამართვა 26 მაისს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ხშირად ამბობს თავის იმეებში, რომ იყო დაანონსებული 26 მაისს უნდა გამართულიყო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიიწვნილი აღლუმი, რის შესახებაც ინფორმირებული იყავით, რა თქმა უნდა. აი აქედან გამომდინარე დეტალს მოგახსენებ. 12-ს რო აკლდა 10 წუთი, თუ 15 წუთი, ეს კადრები თქვენ ყველას ნანახი გაქვთ, როგორ მოდის მერიის წარმომადგენელი და როგორ გვაფრთხილებს, რომ ჩვენი დრო იწურება. ხო, ისე დავძერო, ჩვენი დრო კი არა, სააკაშვილის დრო იწურება საერთოდ, ხო და როგორც კი პირველი 5 წუთი გახდა, გულით რომ მოგენდომებინათ, რომელიმე თქვენთაგანი 26 მაისს ღამე შემთხვევით ხომ არ ყოფილხართ, რომელიმე არ ყოფილხართ? თქვენთვის როდის გახდა ცნობილი, რომ ჩვენ გარშემორტყმულები ვართ? გარშემორტყმულები რო, ანუ გასასვლელი რო არის. 11 საათიდან მე ჩემი უმცროსი ვაჟი ლევანი გავგზავნეთ, რომ ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ 26 მაისს გინდა არ გინდა ის მზადდებოდა დარბევა. ეს არის, ნუ აი თვალნათელი. მაინც ყოველ შემთხვევისათვის სწორედ მაღალი პასუხისგებლობის ზნობიდან, იმიტომ რომ მე ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი საბჭოს წევრი გახლავარ და მე მაბარია გარკვეული რაოდენობა ადამიანების სიცოცხლე და მე ვზრუნავდი იმისთვის, რომ დარბევის შემთხვევაში ეს მომწამლავი წრემდენი აირით შეტევის შემთხვევაში და ეს ასეც იყო, სად იქნებოდა ის დერეფანი, საიდანაც ამ ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანას შეძლებთ. ასეთი დერეფანი არ არსებობდა. ეს იყო გამოცხადებული დასჯის ქრონიკა. 10 წუთით დიახ. 15 წუთით არის. 12 წაგლა 15 წუთი არის. კი ბატონო. მესმის თქვენი არგუმენტი გასაგებია. მესმის რომ მარტივად ასე თქვა დავშლიყავი. ზუსტად ამაზე ვისაუბრეთ, რომ მარტივად ვერ დავიშლებოდით, იმიტომ რომ ეს ადამიანთა ეს ჯგუფი იქ შეკრებილი განწირული იყო სასტიკი წამებისათვის, განწირული იყო სისხლის ზღვრისათვის, განწირული იყო მსხვერპლისთვის და განწირული იყო იმისათვის, რომ სამაგალითო დასჯისათვის, რომ არასოდეს მომავალში არავის სურვილი არ გაჩენოდა. რაც შეეხება პარტიას, მე პატარა დავაკონკრეტებ, ეს იყო სახალხო კრების აქცია, ჩვენი პარტიაც ერთ-ერთი შემავალი და მე ვამაყობ, რომ ქალბატონ ნონომ, როდესაც მიმართა და ეს კადრებიც არსებობს, მომიტინგეებს, არც ერთ მომიტინგეს არ უფიქრია დაშლა. ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა, რომ ადამიანებმა მიიღონ ღია ცის ქვეშ ყოფნის გადაწყვეტილება, მეტადრე, რომ იქ კი არ დაიშალა და თავიდან კი არ ვიკრიბობოდით, არამედ უკვე ეს ადამიანები იქ იდგნენ და მეტადრე ვიცოდით, რომ ნაწილ-ნაწილ დაშლა ტოლფასი იყო ამ ადამიანების სადამსჯელო დერეფანში გატარების, რაც მოხდა კიდეც და ნუ ეს მსხვერპლზე აღარაფერს აღარ ვაყურებ, სამწუხაროდ თქვენ მოგეცემათ საშუალება ალბათ, მაგრამ ინფორმირებულიც იქნები და მე მინდა აი აქედან გადაუხადო მადლობა ოლეგ ჟვანია თუ არ ვცდები, აი სუპერმარკეტის მფლობელი, რომელიც არ წავიდა გარიგე თავის სინდისთან კომპრომისზე არ წავიდა და არავითარ შემთხვევაში მან არ თქვა, რომ ის გადაყოლებული იყო ის რაღაც სადენი და დენი დაარტყა და ასე შემდეგ. ეს არის იმაზე ამაზრზენი დანაშაული, ვიდრე ეს იყო საწყალი ბუტარობა ქიძის
გირგულიანის როდესაც ადამიანების ცხედრები მიაქვთ, ინახავენ ერთ-ერთ დაწესებულებაში სამედიცინო და აღლუმის დამთავრების შემდეგ მოაქვთ, დებენ ამ ცხედრებს და თეთრი ხელთათმანები და შემოღობილი, ასე ვთქვათ, ამ სპექტაკლის დადგმით, რაშიც დონაძეს არ ყავს ბადალი, საზოგადოებას აწვდიან, რომ ეს ყველაფერი არის სახალხო კრების და მის დემოკრატიული მოძრაობის ბრალი. აი ეს არის სახე რეალობა ერთი არის. არ შეიძლება რომ ორი სიმართლე არსებობდეს. არსებობს ერთი სიმართლე, რომ ეს ადამიანები გაიმეტეს სასიკვდილოდ და არსებობს სიმართლე, რომ ნაციონალური მოძრაობა ამას იყენებდა პიარისათვის, რომ აი, შეკითხვა მაქვს. ჩემი უმცროსი ვაჟი იბრძოდა 2008 წელს ცხინვალში. არც ერთომს ჩემს გარეშე საქართველოში რაც არ ჩაუვლია. ამიხსენით, როდის იყო, როდესაც ჩვენ ან მე შემოუძეხი რუსეთის ჯარს ან კონტაქტი მქონდა. ესეც კლიშეა. რომ ესე იგი, თუ ჩვენი მომხრე არ არის ეს, სად არიან ეს რუსული ეს რაღაც ტანკები და ასე შემდეგ. ეს გულმოდგინეთ ეცადა ყოველივე ამას ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ იმის მოატყუარა ბავშვის არ იყოს იმდენჯერ იზახა მგელი რომ მართლა რომ შემოვიდეს ახლა პუტინი აღარ დაუჯერებს არავინ სააკეთო სამწუხაროდ. ამიტომ ეს არის ტყუილი, რომელსაც გარდა იმისა რომ წყობრა და დაალაგებულად შეურაცხყოფა მიაყენონ და კლიშეები დაკიდონ, ბატონშალო ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში ის მოლოდინები, რაც იყო 1 ოქტომბრამდე, ნელ-ნელა ცოტა იმედ გაცრუება ისადგურებს, იმიტომ რომ ვერ ხედავენ იმ ოდენობით აღდგენილ სამართლიანობას, იმ დაპირებებს, რომლებიც კეთდებოდა და იყო მანამდე. თუ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ თქვენ ეს განვლილი პერიოდი ახალი ხელისუფლების, როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იყო ეს ხუთი? თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენმა პარტიამ გამოაცხადა გარკვეული ვადა, ასე ვთქვათ, პერიოდი, როდესაც ჩვენ თავს შევიკავებდით ესეთი აქტიური და რადიკალური კრიტიკისაგან. ამიტომ ირაკლის სკეპსის მე უფრო გავამწვავებდი, რომ რა პასუხი უნდა მივცეთ მაგალითად ბესო ტაბატაძეს, რომელმაც თვალი დაკარგა, რომელსაც კომპენსაციად 12 ლარი მიცეს ცნობისათვის. ჟურნალისტებისთვის ცნობილია ჩვენი თანამებრძოლი ბესო ტაბატაძე, რომელმაც თვალი დაკარგა. აგრეთვე ის ადამიანები, რომელმაც 6 მაისს რა გადაიტანეს პოლიციის სამმართველოსთან, თქვენ ეს კარგად იცით. ამიტომ სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი, როდესაც ერთხარეს დგას ჩვენი ამ რიგითი დაზარალებულების ბუნებრივი სურვილი, ლეგიტიმური სურვილი, რაც შეიძლება ეს ჩქარა მოხდეს, ხოლო მეორე მხარეს არის ჩასაფრებული ნაციონალური მოძრაობა, რომ ამ სიჩქარეში შეცდომა დაუშვას ხელისუფლებამ და სამართლიანობის აღდგენის დროს დაუშვას შეცდომა, აი ეს ორი პრინციპი ისეთნაირად უნდა ამ ორი პრინციპის გაუთვალისწინებლობა აუცილებლად ჩვენი საერთო მტრის და ჩვენი ამაზე დიდი მტერი, რაც სააკაშვილია, საქართველოს არ ყოლია მის წისქვილზე და ასხავს ხალხს. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმე უნდა გამოიჩინოს სიფიცხე და სუსწრაფობა, ერთ-ერთი მე გახლავართ, მაგრამ მე პირადად ხომ ვიჩენ მოთმინებას იქამდე, სანამ რეალურად არ მოვისმენ ამ ხელისუფლებისაგან, როგორი ფორმით აღდგება სამართლიანობა. ამის შემდეგ გაძლევთ პირობას, რომ ერთ-ერთი პირველი თქვენ იქნებით აი ამ ტრიბუნიდან, მე ჩემს შეფასებას მივცე. ეს მორატორიუმი სწორედ ამიტომ გრძელდება, ანუ რას ელოდებით კონკრეტულად? თავიდან ითქვა, რომ იყო 90 დღიანი ეს მორატორიუმი, თუმცა გაგრძელდა თითქმის მთელი თვე. ეს ხომ არ არის ეს ჩასაფრება, რომ საათი და ამის შემდეგ ჩვენ თვითმიზანი, ხომ, ეხლა კრიტიკის, ხომ, ეხლა ეს, ვთქვათ, ჩვენ თავს დაუწესეთ, ესე იგი თვითცენზურა რაღაც, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახე რასაც ქვია. ხო, ჩვენ არასოდეს არ დაგვიხევია უკან, ისევე როგორც თქვენ, არც ჩვენ მოგწონს ბევრი რაღაცეები და ბევრი რაღაცეების განსაკუთრებით სისწრაფე, აი, ასე ვთქვათ, ტემპი არ მოგწონს ამ წეღან ამაზე ვისაუბრეთ. ეს ჩვენი საუბარი არ ამგონია, რომ წაადგეს ამ ტემპის დაჩქარებას. მე მიმაჩნია, რომ
სამართალი ურმით მოდის, ნელა მოდის, მაგრამ ის ისე უნდა მოვიდეს, რომ ამ სამართლიანობის აღდგენამ ახალი უსამართლობა არ უნდა დაბადოს და თუნდაც 3-5 წლის მერე არ უნდა გქონდეს არავის წამოსაძაღებელი. ეხლა ყველაზე მარტივი არის, აი ჩემ მაგალითი აღო, მივიდე იმ პროფილაქტიკაში და კინწის ყურით გამოვყარო ის ადამიანები, მით უმეტეს რომ ისინი გაფრთხილებული მყავდა, რომ ისინი წართმეულ ქონებას იძებენ. არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ. ძალიან მძიმეა, ძალიან მწარეა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ისევე როგორც ვიცი ჩემი შვილები ვინც აწამო. ქუჩაში გაუსწორდე? არა, არამც და არამც. აუცილებლად სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოვითხოვთ ჩვენ პასუხს. ყველაფერს ერთად რაც დააჩქარებს და ლეგიტიმურს გახდის სამართლიანობის აღდგენის ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევას. თუ ეს არ მოხდა, ღმერთთან დაგვიყავს, ასპარატო მაშინ თუ არის კიდე რა არის. არც კი განვიხილ, თუ არა. შემდეგი შეკითხვა. დასლაპარაკო. ბერჯერ ითქვა და არის დღემდე ხმები, რომ შესაძლებელია ბურჯანაძე შეხვდეს პრემიერ-მინისტრს. თუ რა შეგიძლიათ გითხრათ? არაფერი, უბრალოდ ინფორმაცია. პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ, კონსულტაციები შეუძლია, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონ ნინო იმ ერთი შეხვედრის გარდა, რომელიც იყო ღიად რაღაც გარკვეული დოზით ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, მეორე ნაწილი რამდენადმე დახურული იყო, მე არ ვარ ინფორმირებული, რომ ამის გარდა ქალბატონ ნინოს შეხვედრა ქონია. თუმცა რომ შეხვდეს, კიდევ მეორე ამაში ცუდი არაფერი არ არის, პოლიტიკურ პარტიებში კონსულტაცია ეს არის ჩვეულებრივი, როდესაც მიზანი საერთოა, როდესაც საუბრობთ სამართლიანობაზე, პროცესების შეუქცევადობაზე, პოლიციის დეპოლიტიზებაზე, საუბრობდით ადრე ღვთისმშეწევნით, ახლა პოლიტიკური ნიშნით აღარ დაძდებენ, როდესაც საუბრობთ სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობაზე და სამწუხაროდ ამის რეციდივები წეღა სასამართლოზე მკითხა და ფაქტიურად იგივე მოსამართლეები არიან, მათ შორის ერთი მოსამართლე გახლავთ, რომელსაც ჩვენ საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული, მე მხედველობაში მაქვს ჩვენი ავტოსერვისის საქმე. აი რაბედიელის, აი ამ საქმეების, ასე ვთქვათ, ჩვენ მოლოდინში ვართ, აი ამ გადაწყვეტილებების, როდესაც ეს მიმართულება ემთხვევა, ეს კონსულტაციები ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც შეიცვლება აი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე შემდეგ აპირებთ რა თუნდაც აპირებთ შემდეგ აი თუნდაც მაგ მოსამართლეს რომელიც ახლა ახსენეთ საჩივარი შეიტანოთ მის წინააღმდეგ? არა, საჩივარი არა, განცხადება პროკურატურაში ჩემი შეტანილია უკვე შეტანილია და ხურჯიხვალ შევიტანე და ველოდები იმ დროს თქვენთან ერთად და სხვათა შორის ეს ძალიან ღიად მაქვს პრესკონფერენცია დიმიტრი გაბუნია ადვოკატი და პრესკონფერენციას მიუძღვენი რომ ვიწყებ ჩემი ასე ვთქვათ ერთი ადამიანის და სიმართლე გითხრათ ფეხს ვითრევდი იმიტომაც რომ პრიორიტეტი იყო ჩვენი მეგობრების რომლებიც პოლიტპატიმრებდა რომლებმაც არნახული ჯოჯოხეთი გადაიტანეს აი ამ ადამიანების გამოსვლას რახან ესენი გამოვიდნენ ახლა ამ ადამიანებთან ერთად გამოსვლა არ ნიშნავს რომ ისინი გამართლებულები არიან მადლობა რომ გამოვიდნენ მადლობა რომ პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს მაგრამ მათი სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ზოგიერთ მათგანს კრედიტი იქონა აღებული ზოგს გამრუდებული ცხოვრება დახვდა შვილები ოჯახი ეს არის სამსახური ეს არის უზარმაზარი ესეთი პრობლემებით ახსავს ეს სფერო ამიტომ ამას უნდა ნაბიჯ მიყოლა და კიდევ მეორე ზომიერად სიჩქარე უნდა აი ზომიერად სიჩქარე ისე რომ ამ სიჩქარეში ახალი უსამართლობა არ დაუშვა სამართლიანობის აღდგენის მე ამის მომხრეა დიდი მადლობა